საღამო მშვიდობის. დღევანდელი ფრაზის ასარჩევად ბევრი არ მიფიქრია. გადავხედე საინფორმაციოებს, სოციალურ ქსელს და მივხვდი. ლეღვის ფოთოლი დღეს არის უალტერნატივო. რატომ მაგაზე ხო თქვენ თვითონ მივხვდით? საიდან მოდის გამოთქმა და რა დროს ვამბობთ? აეფარა, გადაეფარა ლეღვის ფოთოლივითო. დავიწყოთ თანმიმდევრობით. შექმნა ღმერთმა ადამიანი, ადამი დაასახლა ედემში და ცოტა ხანში მიხვდა ღმერთი, რომ ადამი აქ მარტო ვერ გაჩერდებოდა, მოიწყენდა. მიაძინა ღრმა ძილით და ამოაცალა ნეკნი. მისი ნეკნისგან გამოჩორკნა ქალი, ევა და ორივე მოკლედ გაუშვა ამ ედემის ბაღში, არიან განცხრომაში, დარბიან შიშვლები, არ წვენიათ ერთმანეთის და აი ამ ბედნიერებაში მყოფებს გამოეცხადა სატანა გველის სახით და ქალს შეუჩნდა სატანა და ეკითხება, რა გაქვთო აკრძალულიო, რისი ჭამა გაქვთო აკრძალულიო, რას გიკრძალავთ ღმერთიო? არაფერსო, უპასუხა ევამ. ერთადერთიო მხოლოდ ეს ედემის შუაგულში რო ხედგასო ბოროტების და სიკეთის შემეცნების ხე, აი მაგ ნაყოფის მოწყვეტი გვეკრძალება და მაგის ჭამა, როგორც კი მაგას შევჭამთ, ეგრევე დავიხოცებითო. გველმა უთხრა, არაფერსაც არ დაიხოცებითო. უბრალოდო თქვენო სიკეთის და ბოროტების დანახვას შეძლებთო. თქვენი შემქმნელის დარადო, ანუ ეხლა მხოლოდ მას შეუძლიაო ამათი განსხვავება და შემეცნებაო და მერეო თქვენც დაინახავთ და თქვენც შეიმეცნებთო, თორე კი არ დაიხოცებითო. აი ამიტომ გიკრძალავთო მაგ ხილის ჭამასო. შეხედავს ევა ამ ხეს და ძალიან დაინტერესდება, სხვათა შორის მაგის მერე თან რაღაცა გემრიელად გამოიყურება ეს ნაყოფი. ზოგადად ნახატებზე და ხელოვნების ნიმუშებზე, სადაც აღწერილი არის ეს აკრძალული ხილი ჰქვია. ესეც კარგი ფრაზა არის და რადგან სიტყვას მოყვა, მოდით ვგვარემ ესეც ვთქვათ, აი აკრძალული ხილი, როცა არის რაღაც აკრძალულ რაღაცაზე ლაპარაკი, მაშინაც შეგვიძლია ვთქვათ აკრძალული ხილია. ხო და თან რაღაც ეს აკრძალული ხილი იწვევს ინტერესს, უფრო გაინტერესებს რა არის, რანაირი გემო აქვს. ხო და ევაც დაინტერესდა მოკლედ და რაღაც ისე გემრიელად გამოიყურებოდა და აი ხელოვნების ნიმუშები რო ახსენე, ასეთ ნახატებზეც აკრძალული ხილი ვაშლის სახით არის ასახული, ხო და ალბათ ვაშლის ხე იყო, არ ვიცი, მაგას დაზუსტებით ვერავინ ვერ გეტყვით, მაგრამ იყოს ვაშლის ხე. მოკლედ მოწყვეტს ამ ვაშლს და შეჭამს და მიაწოდებს ადამსაც გაასინჯებს, მოკლედ ძალით გაასინჯებს თუ თავისი ნებით შეჭამა, ხა იმასაც ალბათ უნდოდა და იმიტომ შეჭამა, თორე ძალით ხო ვერ აჭმევდა. მოკლედ ეს ორმხრივი სურვილით მოხდა, ნებით. როგორც კი ეს ხილი შეჭამეს, აეხილათ თვალები, შეხედეს ერთმანეთს, რომ შიშვლები არიან, შერცხვათ ერთმანეთის და იქვე დგარი ლეღვის ფოთოლი, ლეღვი იდგა იქვე და ეს დაკრიფეს ეს ფოთლები, საშინელად მსუსხავი ფოთლები აქვს, არ ვიცი, მაგ ბიბლიის დამწერმა
იცოდა კი საერთოდ შეხებია კი ამ ფოთლებს და იცოდა კი საერთოდ ამათი მსუსხავი ბუნების შესახებ. ხო და მოკლედ ეს ლეღვის ფოთლები აიფარეს, დაიფარეს ეს სასიცხვილო ადგილები ლეღვის ფოთლებით და ესე რაღაცა დახვდნენ ღმერთს. ეს რა არისო, რა გაგთო, რა გაცვიათო? რაო და ესეო ერთმანეთის წვენიაო. ღმერთი მაშინვე მიხვდა ეხლა რაშიც იყო საქმე და რომ ესე იგი ამათ ეს აკრძალული ხილი იგემეს და უკვე ეს თავისი სიშიშვლე დაინახეს. მერე რაც მოყვა ეხლა ამას მოყვა რა გააძევა ღმერთმა ადამიანს და ევაც ორივე გამოაბუნძურა მოკლედ ამ ედემის ბაღიდან და გამოუშვა მოკლედ აი ამ წუთის სოფლის გზაზე და უთხრა დასწყევლა ორივე რომ აიო შენი ოფლითო სახეზე ჩამომდინარი ოფლით უნდა მიიღო პური შენი არსობისაო და არჩინო ოჯახიო და ქალი კიდე დასწყევლა, ევა დასწყევლა იმით, რომ აი შენ კიდევო შვილებიო ტკივილითო და ტანჯვით უნდა გააჩინო, შობია როგორ უნდა გქონდესო ტკივილიანი. მოკლედ აი ესეთი დასაჩუქრებულები გამოუშვა ორივე გამოყარა ედემის ბაღიდან. ხა რაც შეეხება ჩვენს ფრთიან ფრაზას. ლეღვის ფოთოლი. რა დროს ხმარობთ? აი, როდესაც ადამიანი რაღაც ცუდ საქციელს ჩაიდენს, სხვა, ჩვენ კი არა, სხვა, ვიღაც ჩვენი ახლობელი, ნაცნობი, პოლიტიკოსი და ჩვენ მის ცუდ საქციელს გავამართლებთ, გადავეფარებით, გავაправებთ, ხო ეს სიტყვა ძალიან მოდაშია, გავაправებთ მის ცუდ საქციელს, აი ამ დროს ხოლმე ამბობენ, რომ ლეღვის ფოთოლივით აეფარაო. არ არის მოკლედ ლეღვის ფოთლობა კარგი პოზიცია, კარგი ამბავი არ არის, ყველამ თავის საქციელზე უნდა აგოს პასუხი და მე გირჩევთ, რომ არასდროს არავის ლეღვის ფოთოლივით არ აეფაროთ, ყველამ თავის საქციელზე აგოს პასუხი. აი ეს არის ლეღვის ფოთოლი, აი ეს არის სირცხვილის, ანუ სხვისი სირცხვილის დაფარვა, გადაფარება სხვის დანაშაულზე, სხვის შეცდომაზე. არ არის კარგი. და არ გისურვებთ არც საკუთარ თავს უსურვებ და არც სხვას უსურვებ ლეღვის ფოთლობას. მოკლედ ეს მომავალ ფრაზამდე.